სოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ცნობილი ფინანსისტის ჯორჯ სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთში ხელისუფლება ფაქტობრივად მიიტაცა. ბიზნესმენმა ეს კომენტარი სოციალურ პლატფორმა X-ში ალექსანდრ სოროსის პოსტის საპასუხოდ დაწერა. ფილანთროპის შვილმა უნგრელ ხალხს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამ შედეგს კორუფციაზე უარის თქმა უწოდა. მასკმა კი sapasukho რეაქცია გამოხატა და დაწერა, რომ ეს არა კორუფციაზე გამარჯვება, არამედ ხელისუფლების მიტაცების აქციაა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ილონ მასკი არასამთავრობო ორგანიზაცია ღია საზოგადოებას და მის დამფუძნებელს საჯაროდ აკრიტიკებს. მილიარდერი მას რადიკალური იდეოლოგიის გატარებაში და ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის ქონაში ზრდებს ბრალს. აქ არანაირი კომენტარი იდეაში არც მაქვს. გარდა სუბიექტური დამოკიდებულებისა ამ ჯგუფისა ვიქტორ ორბანის მიმართ მასკისგან და ამერიკის მმართველების დღევანდელი წარმომადგენლებისგან, რომელთათვის რთული გადასახარშია, რომ მასკი, ტრამპი, ჯეი დი ვენსი და სხვები ყველანი ერთად დაეწყნენ და მაინც ვერ მოახერხეს არჩევნებში ორბანისთვის გამარჯვების მოპოვება, რომელმაც უმძიმესი მარცხი განიცადა უსერიოზულესი კორუფციული სკანდალების და ფინანსური თუ ქონებრივი მიტაცებების ფონზე. მასკი და სხვები ეთყობა დარც ახლა იმით იქარვებენ, რომ სოროსთან წავაგეთ ბრძოლაო და ეგრე გააგრძელეთ. ამასობაში გაცილებით მნიშვნელოვანი ამბავი, რომ ილონ მასკმა Neuralink-ის მიერ წარმოებული ტვინის იმპლანტების შესაძლებლობები არც მეტი და ნაკლები იესო ქრისტეს სასწაულებს შეადარა. თელავივში გამართულ ტექნოლოგიურ სამიტზე გამოსვლისას მან ნეიროკომპიუტერული ინტერფეისების პოტენციალზე ისაუბრა და ბიზნესმენის განცხადებით ეს პარალელიზებულ ადამიანებს მეტყველების და დამოუკიდებელი გადაადგილების უნარს დაუბრუნებს. კომპანიის დამფუძნებელმა ამ ინოვაციებს იესოს დონის ტექნოლოგიები უწოდა. როგორც ცნობილია, არც თუ არა, რომ Neuralink-ი ტელეპათიის სახელით ცნობილი ჩიპი უკვე 21 პარალელიზებულ პაციენტს ჩაუნერგეს და დასახელებული აპარატურა ადამიანებს კომპიუტერებისა და სმარტფონების აზრებით მართვის შესაძლებლობას აძლევს. მილიარდერმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია პირველ პაციენტს მხედველობის აღსადგენად blind sight-ის იმპლანტს ჩაუნერგავს და მისი პროგნოზით დასახელებულმა სისტემამ შესაძლოა ადამიანებისთვის ზეადამიანური მხედველობის მინიჭებაც შეძლოს. ნახოთ. საყურადღებოა, რომ ნეიროტექნოლოგიური საწარმო მოწყობილობების მასობრივ წარმოებას სწორედ 2026 წლიდან გეგმავს. ცნობისთვის ტვინის იმპლანტების ბაზარი გლობალურად ძალიან სწრაფად ვითარდება და იგივე საინვესტიციო ბანკ მორგან სტენლის პროგნოზით 2035 წლისთვის ამ სექტორის ღირებულება 80 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამასობაში ვერ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება შუაგულ ევროპაში და საფინანსო ინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა კომერცბანკმა იტალიური ბანკის Unicredit-ის მიერ წარდგენილი შესყიდვების წინააღმდება ოფიციალურად უარყო, ანუ Unicredit-ი ცდილობდა გერმანული კომერცბანკის ყიდვას და გერმანულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა წარდგენილი პირობები კომპანიის რეალურ საბაზრო ღირებულებას არ ასახავს. ანუ ფასიაო დაბალი, არა და იტალიური Unicredit-ის მიერ წარდგენილი წინააღმდება გერმანული ბანკის ყიდვის სანაცვლოდ აქციონერებს დაახლოებით 39 მილიარდის ევროში, ეს არის 45.5 მილიონი დოლარი დაახლოებით თავაზობდა და აღსანიშნავი ფაქტია, რომ ეს მაჩვენებელი კომერცბანკის მიმდინარე საბაზრო ღირებულებაზე დაბალია. მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ იტალიური ჯგუფი ამ დროისთვის გერმანული ბანკის მსხვილეს აქციონერად მიიჩნევა, ამჟამად ის ბანკში თითქმის 30%-იან წილს ფლობს და შეთავაზებას არც გერმანიის მთავრობა და ბანკის თანამშრომლები ეწინააღმდეგებიან, ისინი ამ პროცესს მტრულ და იძულებით ქმედებად მიიჩნევენ. ის რაც დანამდვილებით ევროპულია, თან ქართულია და წყალიც არ გაუვა, არის ამბავი კიდევ ერთი ინვესტიციისა ბრიუსელში, მუნიციპალიტეტ ზენ-ჟილში მდებარე საკულტო შენობა ეგიდიუმში, რომელიც წლებია დაკეტილია, ის ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა LADH-ი აქვეყნებს, რომელიც Brussels Today-ზე დაღრდნობით გვაუწყებს შემდეგს. ახალი მფლობელები ნაგებობას კულტურულ და ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებენ. ხაზარაძეების ოჯახის განმარტებით შენობა პირვანდელი სახით აღდგება, მოეწყობა საზოგადოებრივი კულტურული ღონისძიებები და მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზება მოხდება ამ განკუთვნილ სივრცეებში.
პროექტის მიზანია შეიქმნა საქართველოს სახლი ევროპაში, ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური, კულტურული ურთიერთობების შექმნას და ქართული დიასპორის ინტერესებს. პროექტი ეფუძნება რწმენას, რომ კულტურა, ისტორიული მეხსიერება და ხალხებს შორის ურთიერთობა ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე დროებითი პოლიტიკური გამოწვევები. ეგიდიუმი, რომელსაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ, ისტორიითა და ემოციებით დატვირთული ადგილია და ხაზარაძეების ოჯახის სურვილია აღადგინონ ის იმგვარად, რომ შეუნარჩუნდეს მისი პირვანდელი სახეც და სულიც. ამას აცხადებს მამუკა ხაზარაძე ლა DH-თან საუბარში. ახალი მფლობელები ხაზს უსვამენ ბრიუსელსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსაც. მათი თქმით, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა შენობას ჯერ კიდევ დიამანტ პალასი ერქვა, დიამანტ პალასი ეს აქ ქართული ღონისძიებები უკვე იმართებოდა, ეს ისტორიები ცალკე მოსაკითხი გვაქვს და ეგიდიუმის გახსნის ზუსტი თარიღი და სამომავლო პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იდეის ავტორები აცხადებენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ბრიუსელის ხელისუფლებასთან, ისე ბელგიელ და ქართულ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, წარმატებები მამუკას და მის ოჯახს ამ საქმეში. ამასობაში მოდი გადავიდეთ სიახლეებზე კიდევ ადგილობრივ საბანკო თემატიკაზე. საქართველოს ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდში ცვლილებებია 2026 წლის 1 ივლისიდან პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიციას ვალერიან გაბუნია დაიკავებს. ბაჩო გაბუნია, ვალერიანი ბაჩო იგივეა. ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულების დირექტორის მოადგილეა. ახალ თანამდებობაზე ის ეთერ ირემაძეს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე შეცვლის, რომელიც პრემიუმ საბანკო ბიზნესის მიმართულებას 2021 წლიდან ზედამხედველობდა. მე წარმატებებს და მადლიერებას უერთდები ეთუნასადმი გამოთქმულ ყველა სიტყვას და ასევე წარმატებებს უსურვებ ბაჩოს. დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკი მალე დაასრულებს ფორმალობებს და დადასტურებასთან დაკავშირებით. ცვლილებებია კიდევ ერთ სისტემურ ბანკში, საქართველოს საბანკო სისტემას ალექსანდრე რთველაძე უბრუნდება. 6 ივლისიდან ის TBC ბანკის საცალო ბიზნესის მიმართულებას ჩაიბარებს და უხელმძღვანელებს, რომელიც TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს. რასაც ცხადია ასევე სჭირდება ეროვნული ბანკის დასტური. სანდრო TBC-ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფის OTP-ს აღმასრულებელის პოზიციიდან შემოერთდება. იგი OTP უზბეკისტანის, ეს არის იპოთეკა ბანკის გენერალური დირექტორია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ტოპ 5 ბანკში შედის. ასევე სანდრო რთველაძეს აქვს მრავალწლიანი წარმატებული კარიერა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სანდრო ჩვენი გუნდის მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მისი საერთაშორისო გამოცდილება არის უნიკალური TBC-ის მომხმარებლებისთვის. ის მნიშვნელოვანი დამატებით ღირებულებას შექმნის, აცხადებს TBC ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი თხელიძე. მოხარული ვართ სანდროს ჯგუფში დაბრუნებით, მას გააჩნია საცალო ბანკინგის ღრმა ექსპერტიზა და ცოდნა და სხვადასხვა ბაზარზე ძლიერი შესრულების უნარების უნიკალური კომბინაცია. დარწმუნებული ვარ, მისი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ საცალო ბანკინგს საქართველოში, აცხადებს TBC ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ უცხრიკიძე. კიდევ რამდენიმე ამბავი მაქვს მნიშვნელოვანი ჩვენი ეროვნული ბიზნესიდან, სანდროს მოკითხვები და წარმატებები რთველაძეს. რაც შეეხება ამ ახალ ამბებს ბიზნესიდან, ხო, ეს ამბები ბევრი გვაქვს დღეს დილიდან, ღმერთმა გამრავლო, თქვენ ოღონდ საქმე და ფული აკეთეთ და საერთოდ არ გამოვალ ამ სტუდიიდან თქვენზე ამბების თხრობისთვის. დეველოპერულმა კომპანიამ ორიგამი ჰოლდინგი ოფიციალურად გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ამბასადორი აილენდ ბათუმთან. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კომპანია ბათუმი აილენდზე $200 მილიონი ღირებულების ახალ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ეს საინვესტიციო პაკეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმის ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ წინსვლაში და პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ურბანულ განვითარებას და აჭარის რეგიონის როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნეს ცენტრის პოზიციონირების გაძლიერებას. მე წარმატებას უსურვებ რაულ კაიტამბას და ასტამურ ჩაზმაზავას გუნდს, ანუ ორიგამი ჰოლდინგის გუნდს არაჩვეულებრივ ადგილას და ხალხთან დაპარტნიორდით ბათუმი აილენდის სახით და იმედია მოგვეცემა მალე საშუალება მომავალში თქვენი ჰოლდინგის საქმიანობაც გავაცნოთ ბიზნეს საზოგადოებას. და ერთი ამბავიც ვიდრე სიუჟეტებზე გავალთ, არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს. ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარტო 2025 წელს კომპანიის წლიურმა ბრუნვამ $3 მილიარდ გადააჭარბა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Veritas-მა BI Group-ს, მსოფლიოს უმსხვილესი
დეველოპერის სტატუსი მიანიჭა, დიახ, პირველ ადგილზე დაასახელა საცხოვრებელი ფართების ჩაბარების მოცულობით. გეტყვით, რომ 2025 წელს ამ კომპანიამ, ანუ BI Group-მა 2.400.000 კვადრატული მეტრის ფართი ჩააბარა და ყაზახურმა დეველოპერმა გადაასწრო ისეთ ცნობილ კომპანიას, როგორც არის MRI. უფრო მეც თან ვიდეო ისტორიის სახით პირდაპირ ასტანიდან მოგიყვებით დაახლოებით 9 საათში ჩვენს მეორე საავტორო პროგრამაში.